Eliთა მამისათა, დედისათა და სულისა წმინისათა, ამინ ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირისთვის. გამართი ხო ხედავ ხმავს. დღევანდელ სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ, რომ უფალი გვეუბნება, რომ თუ შეგწოდებსო შენი მოყვასიო, შერისხეო მას და თუ შეინანებსო მიუტევეო, შვიდჯერაც რომ შეგწოდოსო და სინანული ჰქონდეს და მოვიდეს და პატიებას გთხოვდესო, მიუტევეო. ოღონ ეს მაინც და მაინც შვიდი კი არ არის, გახსოვთ შემდგომ მოციქული პეტრე ეკითხება, რომ უფალო რამდენჯერ მიუტევოთ შევს მოყვასო, 7-ჯერო და არა უფალი უნდა 70 გზის 7-ჯერ. ესეც არ არის, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ის ციფრი, არამედ რამდენჯერაც შეინანებს, იმდენჯერ უნდა აპატიო და თუ ადამიანი, ესე იგი, ვერ პატიობს თავის მოყვას, ესე იგი ნიშნავს, რომ რაღაცა ამპარტავნება არის ადამიანში. ამპარტავნება, თავმდებალი ადამიანი იოლად აპატიებს. და უფალი არაერთ რამეს გვეუბნება ჩვენ და თავადაც უამრავ მაგალითს გვაძლევს სიმდაბლის, აი კონკრეტულად დღევანდელ სახარებაში რაც გვეუბნებოდა, რომ ყველაფერიც რომ გააკეთოთო, რაც გევალებათო, მაინც თქვით, რომ მონანი ვართ უხმარმი, ანუ გამოუსადეგარი მსახურები ვართ, რადგან რაც თანაგვედვა, ანუ რაც გევალებოდა, ის გავაკეთეთ. ეხლა რომელი ადამიანი იტყვის, რომ ყველაფერი რაც ევალებოდა გააკეთა, ვერავინ ვერ იტყვის მაგას, და თუნდაც რომ ესე იყოს, უფალი გვეუბნება ჩვენ, თუნდაც რომ ასე იყოს და ყველაფერიც რომ გააკეთო, თქვით, რაც გვევალებოდა ის გავაკეთეთ. ან რა გვევალება ჩვენ ქრისტეს მიმდევრებს, ქრისტეს მცნებებით ცხოვრობ. და თუ ჩვენ ყველა მცნება შევასრულეთ, რა გავაკეთეთ იმაზე მეტი, რაც გვევალებოდა? არაფერი. და თუ არ გავიკეთებია იმაზე მეტი, რაც გვევალებოდა, მაშინ რითი ვიწონებთ თავს, ესე იგი, და რითი გვიჭირავს თავი სხვებზე მაღლა. და თუ ადამიანი მართლაც შეუდგებოდა ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას, სხვა ადამიანის მიმართ უფრო მობიერი და მიმტევებელი იქნებოდა, რადგან აღმოაჩენდა საკუთარ თავში, რომ თვითონაც ვერ აკეთებს. ჩვენც რაღაც გვაქვს ისეთი, რასაც ვებძვით და ვერ ვასწორებთ. დავუშვათ, აი ის 7-ჯერ პატიებაზე რო იყო, დავუშვათ ვიღაცას სიტყვაზე ვამბობ, ან სიზარმაცის გამო, ან დაუდევრობის თუ ნებისმიერ რაღაცის გამო, შენ საყვედურს აძლევ. აი 7-ჯერ გააკეთა დღეში ეგრე, მაგრამ 7-ჯერ ვერ ნანობს, რომ ეს ცუდად გამომივიდა. და იქნება ის თავის თავს ებრძვის, რომ გამოასწოროს ეს სიზარმაცე. და ჩვენც გვაქვს რაღაცა ისეთი ვნება, რასაც ვებძვით და შეიძლება გავიდეს დღეები, თვეები, წლები გავიდეს, მაგრამ ადამიანი ისევ ერთი და იგივეს ებრძოდეს. მაგრამ ეს ბრძოლა და ეს მონდომებაც, აი ამ მარტიერების მოშორებისა, ესეც უკვე დიდი საქმე, ესეც უკვე სათნოებაა, როდესაც ადამიანი ხელებს არ ჩამოუშვებს. და ყველას აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც უნდა იბრძოლოს და მეორე კიდე რაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩვენ თუ ადამიანს რაღაცას ვერ პატიობთ, სულიერი კანონის თანახმად, ჩვენც მოგვიწევს იგივე ცოდვაში ჩავარდნა. იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხვნეთ, ანუ რის გამოც შენ სხვას განიკითხავ, მოგიწევს, რომ იმავე ცოდვაში გამოიარო, ან სიტყვით, ან საქმით, ან ფიქრით, მაგრამ რაღაცა შეხება აუცილებლად გექნება. იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ ეს სულიერი კანონი დაირღვეს და არ იმოქმედოს. ამიტომაც აი ჩვენ როდესაც ადამიანი შეგვწოდებს, უნდა სახარებისეული მცნებისამებრ მის ადგილზე უნდა დავაყენოთ ჩვენი თავი და ისე უნდა შევხედოთ,
როგორც ჩვენს თავს შევხედავდით, როგორც ჩვენ საყვარელ ადამიანს შევხედავდით. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, რომ თუ ადამიანიო გიყვარსო, მას უფრო მეტს პატიოქო. აი მაგალითად შეიძლება შენი საყვარელი ადამიანი დაგეჯახოს და წაგაქციოს. მაგრამ შენ ამას არაფრად არ ჩაუთვლით, რომ შემთხვევით მოხდა ეს. მაგრამ თუ ადამიანი არ გიყვარს, შეიძლება აი პატარა ოდნავ ხარი გაკრას და უკვე დიდ რაღაცად აქციო. და იმისგან რაღაცნაირად აი პატარა რაღაცაც კი ვერ მოუთმიო და ესე იგი გამოხვიდა მდგომარეობიდან. ანუ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ჩვენ რამდენად გვიყვარს ის ადამიანი და რამდენად თამდაბალი ვართ. და თუ არ გვიყვარს და თამდაბალი ვართ, განა რა უნდა დააშავოს სხვა იმაზე მეტი, ვიდრე ეს არის. ამ პარტავნებაზე მეტი ესე იგი ბოროტება არ არსებობს, ესე იგი ამ პარტავნება არის მიზეზი, რის გამოც ნათლის ანგელოზი ეშმაკად გადაიქცა და წმინდა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს, იმისათვის რომ ჩვენ სიმდაბლე შევინარჩუნოთ, უნდა ვიფიქროთ იმ ტალანტებზე, გახსოვთ სახარებისეული ტალანტები უფალმა ზოგს 5 რომ მისცა, ზოგს 2, ზოგს 1 და გაამრავლეთ უთხრა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ტალანტის შესახებ, რაც უფალმა მოგცა და ვერ გავამრავლეთ. რომ ადამიანმა სიმდაბლე შეინარჩუნოს, მართლაც უნდა დავფიქროთ, რომ იქნებ ჩვენ ღმერთმა მოგცა რაღაც ტალანტი და ჩვენ ის ვერ გავამრავლეთ, რაღაცა უნარი მოგცა, შესაძლებლობა, დრო თუ ჯანმრთელობა თუ ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება ტალანტად მოიაზრებოდეს და ჩვენ განა ყველაფერი სწორად გავამრავლეთ. ან ყველაფერი გავამრავლეთ საერთოდ. და იმიტომაც ამბობს უფალი, რომ ყველაფერიც რომ გააკეთო, ანუ ყველა ნიწიც რომ გაამრავლო, რაც ღვთისგან მოგეცა. მაინც თქვი, რომ გამოუსადეგარი მონავარ, იმიტომ რომ რა გაამრავლე, ღვთისგან მოცემული. განა ჩვენი რა იყო. ამიტომაც ამბობს უფალი სახარებაში, რომ თუ ადამიანი სხვისაში სანდო იქნება, უფალი მას თავისასაც მისცემს. სხვისი ის არის, რაც ჩვენ მოგვეცი, ჩვენი ჯერჯერობით ჩვენ არაფერი არ აქვს. მაგრამ თუ ადამიანი ერთგული იქნება და სანდო იმაში, რაც მას ღვთისგან მიეცა, მაშინ უფალი მას კიდევ უფრო მეტად გაუმრავლებს და ყველაზე მთავარი რაც არის, მას სულიერ ცხონებას და მარადიულ სიხარულს მიანიჭებს. ყველაფრის ბოლო ეგ არის. ჩვენ ამ წუთის სოფელში რაც არ უნდა ვაკეთოთ, ესე იგი თუ არ ემსახურება სულის გადარჩენას, მაშინ ის ფუჭია, მიწაზე რჩება და დროებითია, სწრაფ წარმავალი. ცრუტკბილი წუთის სოფელი, როგორც გოდერძი ჩოხელი ამბობს, ცრუტკბილია ეს წუთის სოფელი, ადამიანს გაიტაცებს, მაგრამ ეს არ არის ტკბილი. ნახეთ რა კარგად დაასახელა, ეს არის ცრუტკბილი, გატყუებს. თან დროებითია, სწრაფ წარმავალი. და ამიტომაც აი ადამიანმა თუ არ მიუტევა, მასაც არ მიეტევება. და ყველაფერიც რომ გააკეთოს, მაგრამ არ მიუტევს, ყველაფერი წყალში იყრება. ჩვენ საუფლო ლოცვაში ამას ვამბობთ, რომ ისე მოგვიტევა უფალო ჩვენი თანანადები, ჩვენი წოდები, როგორც ჩვენ მიუტევთ სხვას. და მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ მოგვეტევება ჩვენ, არის ჩვენივე მოქმედება, ჩვენივე დამოკიდებულება, ჩვენი მოყვასის მიმართ. ღმერთმა მოგვანიჭოს ერთმანეთის მიტევების უნარი, ღმერთმა მოგვანიჭოს ერთმანეთის დანდობის უნარი და კიდე ერთ-ერთი მთავარი რაც უნდა ითქვას, რომ როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, ყველაფერი დამოკიდებულია ჯერ სურვილზე, გინდა თუ არ გინდა. მერეა ის შეგიძლია თუ არ შეგიძლია, მაგრამ რაღაცა რომ გინდა, ეგ უკვე კარგია. რომ გინდა რომ აპატიო, მაშინ იმის ძალებსაც მოიძიებ. მაგრამ თუ არ გინდა რომ აპატიო, რომ გქონდეს იმის ძალა, მაინც არ აპატიო. ღმერთმა დალოცველი და გახარებულები გავყოფოთ. ჩვენთან არის ღმერთი.